საქართველოში მოსულ უხნელებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანა სრულიად არის მობილიზებული. ამ და სხვა საკითხებზე შალვა ბაბუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. დაწყებული იყო უკრაინაში ომი და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკა. 104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, 3 წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. გავიდა 3 წელი და ახლა ყველა ხვდება, თუ რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ყველა ხვდება, რომ მაშინაც ყავდნენ ორჯონიკი ძეები 3 წლის წინ ზუსტად ამ დღეებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას, საზღვრების ჩაკეტას, რაც იყო პირდაპირი გზა ესკალაციისკენ და ახალი ომისკენ, რაც იყო პირდაპირი გზა ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხელახალ ხელყოფამდე. აი ეს ორჯონიკი ძეები კვლავ არიან ჩვენს შორის, რასაც ვაკვირდებით, არიან ადამიანები, რომლებიც დღესაც კი 3 წლის თავზე, როდესაც ყველაფერი უკვე ცნობილია, როდესაც დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩართული ამ საკითხში, როგორც სამხედრო მხარდაჭერის, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის თუ ისე საინფორმაციო თუ სადაზვერვო მხარდაჭერის მხრივ. დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა და ასევე ვიცით, რომ არა ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და გვექნებოდა მეორე უკრაინა. ასე რომ ვფიქრობ 3 წლის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაანალიზოს ერთის მხრივ სად იდგნენ 3 წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში ის ხალხი, ვინც საქართველოს მოუწოდებდა ესკალაციისკენ 21 საუკუნის ორჯონიკი ძეები და მიხვდნენ იქნებ გაანალიზონ, რომ საკუთარი ქვეყნის გვერდში დგომა, საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი არ უნდა დააყენოს პატრიოტმა ადამიანმა. არანაირი სანქცია არ იქნებოდა. უკაცრავად ჯერ ღარიბაშვილის განცხადებით, რომ დავიწყო დღევანდელ დღეს მაგრამ მაშინ ამას დიდი კრიტიკა მოყვა, რომ ეს არ იქნებოდა და დღევანდელი გადმოსახედი. ვისაუბრე, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ კიდევ ერთხელ რომ ის გადაწყვეტილება, რაც გაცხადდა 3 წლის წინ ზუსტად ამ ადგილას, 3 წლის თავზე ყველა ხვდებით უკვე, თუ რამდენად სასიცოცხლოდ ეგზისტენციალური მნიშვნელობის გადაწყვეტილება იყო. ჩვენ 3 წლის წინ გადავრჩით ახალ ომს, ჩვენ 3 წლის წინ გადავრჩით ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელახალ ხელყოფას, ჩვენ 3 წლის წინ გადავრჩით სისხლის ზღვას, ახალ წრემს, ახალ შავებში ჩაცმულ ადამიანებს, რომლებიც დაიტირებდნენ კიდევ ერთხელ ამ ჩვენი 30 წლიანი ბოლო დამოუკიდებლობის პერიოდში კიდევ ერთხელ დაიტირებდნენ საკუთარი ოჯახის წევრებს. ამას გადავრჩით ჩვენ 3 წლის წინ და აქეთკენ გვიბიძგებდნენ 21 საუკუნის ორჯონიკი ძეები, რომლებიც 3 წლის წინ ზუსტად ამ დღეებში ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას, სანქციების დაწესებას და მოხალისე მებრძოლების გაგზავნას, ანუ საქართველოსგან ითხოვდნენ ომში შესვლას. ევროკავშირის ელჩის განცხადებას რაც შეეხება, მან თქვა, რომ პოლიციელებს უნდა დაუწესდეთ სანქციები, გამოუგნებელი არის ბატონი ჰერჩინსკის ეს განცხადებები. მე ვურჩევდი, რომ ვენის კონვენცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს, ის არც პროკურორად დაუნიშნავს აქვს ევროკავშირს და არც აგრემანი არ მიგვიწია ჩვენ მისთვის როგორც პროკურორისთვის საქართველოში. ყველაფერთან ერთად ეს ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს ერთი, რომ თქვას რა სად იყო ასე თქვა ძალადობა, მეორე თქვას ვინ ჩაედინა ძალადობა და მესამე სანქციების გამოუწეროს ამ ადამიანებს. არ ვიცი, ესეთი პრეტენზია თუ აქვს, რომ ერთ თავში იყოს თავმოყრილი მასში პროკურორის, ადვოკატის, ბრალდებელიც, მოსამართლეც და მერე შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებაც მის ხელში იყოს, მე მგონი აცდენილი არის იმას თუ რას ნიშნავს ელჩობა სხვა ქვეყანაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ნაცვლად აი ამ პოზიციისა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ სწორედ ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები ჩართული არიან ძალადობაში. რატომ არ გვეუბნებიან დღემდე, რატომ გვიმალავს მათ შორის ევროკავშირის ელჩი, რაში იხარჯება ევროპის დემოკრატიის ფონდის ფული.
მე ამაზე პასუხი მაქვს. მიზეზი რატომაც მალავს დღემდე ევროკავშირის ელჩი და ბრიუსელი ევროპის დემოკრატიის ფონდის ფინანსების ადმინის მიზეზი არის ის, რომ როგორც კი გასაჯაროვდება, როგორც ეს მოხდა USAID-ის და ამერიკული დაფინანსების შემთხვევაში, ყველა დაინახავს, რომ ეს ფული მიდიოდა მოძალადე ჯგუფებზე, რომ ეს ფული მიდიოდა დეზინფორმაციაზე, პროპაგანდაზე, რომ ეს ფული იხარჯებოდა პოლიტიკაში და რა თქმა უნდა არ სურს როგორც ჩანს ზოგიერთებს რომ ეს გახდეს საჯარო, მაგრამ კიდევ ერთხელ ამიტომ ნაცვლად მორალისტობისა და ქართველი ხალხის დამუნათებისა მისი ფუნქცია რაც არის ის შეასრულოს ქართველ ხალხს, ასე ძალიან თუ წუხს ქართველ ხალხზე, უთხრას რაში იხარჯება ბრიუსელიდან წამოსული ფული. თუ კაი საქმეშია რა არის ამაში დასამალი. არჩევნებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. გამოკითხვები გრძელდება არჩევნების დაიწყოს. ჰერჩინსკიზე გითხავთ რამე. ხომ ყველა მონაწილე უნდა გათავისუფლდეს. ხო ერთი საკითხი კიდე რაც არის ელჩთან დაკავშირებით საუბრობსო ჩვენო ახლა უნდა ვინ დავსაჯოთო იმას ვიძიებთო და მე ვერ ხვდები უბრალოდ ბატონი ჰერჩინსკი ვის წარმოადგენს. წარმოადგენს ევროკავშირის რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიით გამორჩევიან ქართველი ხალხის მიმართ, არ წარმოადგენს ის უნგრეთს, არ წარმოადგენს ის სლოვაკეთს. ანუ რა გადაწყვეტილებებს მიღებული არ არის, რატომ აძლევს თავისუფლება, რომ ისაუბროს აქ ვიღაცის დასჯაზე მუშაობს. მე მგონი ის აქ გამომძიებლად არავის არ მოულენია. რაც შეეხება ქალბატონ კალასის განცხადებას, აქაც იგივეს ვიტყოდი. ეს განცხადება სრულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, სრულად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს. მან განაცხადა, რომ ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ანუ აღარ არსებობს კანონი, აღარ არსებობს სასამართლო, არაფერი არ არსებობს, ხომ? უცხოელი პოლიტიკის გემოვნებაზე უნდა იყოს, ვინ გათავისუფლდეს და ვინ დავიჭიროთ. ამას გვეუბნება დღეს ბრიუსელი, ხომ? თვითონ გვეუბნებიან, ლამის სიები მოგცენ, ვინ უნდა დავიჭიროთ და ასევე სიები უნდა მოგცენ, ვინ უნდა გავათავისუფლოთ. ეს არის კანონის უზენაესობის გაგება ბრიუსელის პერსპექტივიდან. რა თქმა უნდა, ამას არაფერი საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთან, ამას არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან, რომლის ერთგულიც არის საქართველო და რომელსაც ასე სცილდება სამწუხაროდ ზოგიერთი ბრიუსელში. ბატონო შალვა, არჩევნების ახლა რატომ გახდა ჰერჩინსკი თქვენი ასე ვთქვათ კრიტიკის სამინისტრო? თქვენ წინ მაგალითად ყობახიძეც საუბრობდა და ამაზე რომ გაიხსენა ჰერჩინსკის არჩევნებამდე გაკეთებული განცხადება. და ეხლა ბოლო რაც მან თქვა არის ის რომ ევროკავშირი არ დაუშვებს და შემგვებლური ვერ იქნება ძალადობის დაუსჯელობის მიმართ. რომელი განცხადება თქვენთვის ასე განსაკუთრებით მიუღებელი რომ დაიწყეთ მათი? ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები, ჯგუფები, ორგანიზაციები იყვნენ ორგანიზატორები და მონაწილეები საქართველოს პოლიციელებზე და საქართველოს პარლამენტზე თავდასხმის. პირდაპირ ეთერში ყველა უყურებდით როგორ გადაწვეს კინაღამ საქართველოს პარლამენტი. 9 მილიონი ლარის ზიანი მიადგა პარლამენტს, ათეულობით პოლიციელი დაშავდა იმ ძალადობის გამო, რომელზეც ერთი სიტყვა არ დაძრა ევროკავშირის ელჩმა. და იმ პირობებში, როდესაც ბრიუსელიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პარტიები იყვნენ ორგანიზატორები ამ აქციებისა და იყვნენ მონაწილეები ამ აქციებისა და საჯაროთაც ჩანს დღეს რომ გამოდებენ ხოლმე სხვადასხვა ქვითრებს, რომ ისინი მათ შორის სამართალდამღოებიც იყვნენ ამ პროცესში. ამიტომ, როდესაც არ გმობ ძალადობას მინიმუმ იმ ხალხის მხრიდან, რომელიც შენ დაფინანსებული არის, რა თქმა უნდა, ეს ფარისევლობაზე მიუთითებს ერთი და მეორე მხრივ, როდესაც პროკურორობას ითავსებს უკვე სხვადასხვა პოლიტიკოსი თუ დიპლომატია და მიგვითითებს ჩვენ ვინ დავიჭიროთ, ვინ გავათავისუფლოთ, ვის რა უნდა უთხრათ, მე მგონი ეს აბსოლუტურად აცდენილი არის ყველაზე მთავარ პრინციპებს, რისთვისაც ჩვენ ევროკავშირისკენ ვისწრაფით. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ დაუბრუნდნენ იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ევროკავშირთან მივზიართ. არჩევნების ბატონო შალვა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. რეპრესიულია ეს საკანონმდებლო ცვლილებები და რო გითხრათ თქვენი არ ვიცი, ის რომ მედიას უთხასო თუილი არ თქოს და სიმართლე თქოს, ეს რეპრესია არის. არ ვიცი, ეს თუ რეპრესია არის, მე მგონი პრობლემა ქონია ზოგიერთ მედიის წარმომადგენელს. ამიტომ კიდევ ორი საკითხია, ხო? პირველი, რაც შეეხება ჟურნალისტურ სტანდარტს, დღეს არსებული სტანდარტი, რაც არის, არაფერი ამაში დიდად არ იცვლება, დღეს არსებული სტანდარტია, რომელიც არ მუშაობს. და რა
რა აზრი აქვს იმ სტანდარტს, რომელიც არ მუშაობს, რომლის ეფექტიანი ახსულების მექანიზმი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ ზუსტად ბრიტანული სტანდარტიდან გამომდინარე ამის ეფექტიანი ახსულების საშუალებას შევქმნით. ეს ერთი, მეორე რაც შეეხება უცხოურ დაფინანსებებს, ჩვენ ვნახეთ ბოლო ერთი თვეზე მეტია ვაკვირდებით აღიარებაზე, რომელიც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან გვესმის, თავად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ასეულობით მილიონი იხარჯებოდა სოფლიოში მედია ქსელის შესაქმნელად. სადაც ჩართული იყვნენ მათივე აღიარებით ასეულობით მედია NGO, ათასობით ჟურნალისტი, რომელიც პირდაპირ ხელფასზე იჯდნენ ამერიკის ბიუჯეტიდან წამოსული თანხებით. და თავადვე აღიარებენ რომ ამით იყო შექმნილი ქსელი პროპაგანდის მოვალ მაგამდეც თავადვე აღიარებენ რომ ამით შექმნილი იყო პროპაგანდისტული ქსელი, მედია ქსელი, რომლის მიზანი იყო იმ ნარატივების ხელშეწყობა, რომელიც სულდა წინა ადმინისტრაციას თუ დამფინანსებას და პირიქით მისი საწინააღმდეგო ნარატივების ჩაჩუმება. რაც შეეხება წამოსულ დაფინანსებებს ევროკავშირიდან თუ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, ხომ? აქაც საკითხი მარტივად არის. იმ პირობებში, როდესაც დღეს უკვე ცხადია, რომ ამერიკული ფული იხარჯებოდა ზოგ კარგ საქმესთან ერთად იხარჯებოდა ასევე სხვადასხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე, პროპაგანდაში და ასე შემდეგ, რაც აღიარებულია თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელ განკარგულებაში. ამ პირობებში მეორე ნაწილი, სადაც იყო დაფინანსება სხვა ქვეყნებიდან, როგორ გამოდის, რომ მაგალითად ისვედი, რომელიც ფინანსდებოდა ამერიკული წყაროთიდან, ფინანსდება ევროკავშირიდან. რა გამოდიოდა, რომ ისინი, როდესაც პარალელურ დათვლის შედეგებს გვიმალავდნენ და ტყუილ შედეგებს გვეუბნებოდნენ 2020-ში, 2020-ში კი საერთოდ არ განაცხადნენ, ეხლა ამერიკული დაფინანსებით გვატყუილდნენ და ევროპული დაფინანსებით კაი საქმეს აკეთებდნენ. იგივე ეხება მედიებს. სამწუხაროდ იმ პირობებში რომ გაუმჭვირვალე არის ეს დაფინანსებები, ჩვენ სულისურათი არ ვიცით, თუმცა იქ სადაც ვიცით და საჯარო წყაროებიდან შეიძლება ცნობილი იყოს, ჩვენ ხედავთ რომ მედია ორგანიზაციებშიც როგორც წესი ეს არის კომბინირებული დაფინანსება. იქ არის ამერიკული წყაროდანაც, ევროკავშირიდან, ევროკავშირის ზოგიერთი წევრიდანაც ცალ-ცალკე წამოსული კომბინირებული თანხა. და როგორ გამოდის ახლა ამერიკული ფულით პროპაგანდას ეწეოდნენ და ევროპული ფულით კეთილსინდისრად მუშაობდნენ? ესე ხო არ შეიძლება. ამიტომ თავად ამერიკის თავად ამერიკის შეერთებული შტატების აღიარებამ გვაჩვენა ჩვენ რომ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოება დავიცვათ უცხო პროპაგანდისტული ქსელებისგან და აქედანაც არის გამომდინარე. ყველას ახლა თქვენ მედიაში ხართ, ჩემზე კარგად იცით ალბათ სადრა ფული ტრიალებს, ნახსენები იყო სხვადასხვა ორგანიზაციები, ინტერნიუსი, აირექსი, USAID, სხვადასხვა წყაროები, რომლითაც ზუსტად ხდებოდა პროპაგანდისტული ქსელის აწყობა. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის რომ რა თქმა უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მექნება. ჩვენ როგორც იცით ვიყავით თანაინიციატორები ამერიკის შეერთებული შტატების რეზოლუციისა და აქედან გამომდინარე მხარს უჭერთ ამ რეზოლუციას და მივყევით კიდევაც იმ პროცედურას, რომელიც იყო დაკავშირებული ამ რეზოლუციასთან. ეს რეზოლუცია, როგორც იცით, ასამბლეაზე არ იქნა მიღებული, თუმცა როგორც ვიცი, უშიშროების საბჭომ დაამტკიცა ეს რეზოლუცია უკვე შემდგომ. შესაბამისად, ჩვენი მიზეზი, რატომაც ჩვენ მხარს უჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას, არის ის, რომ ის, რაზე ჩვენ საუბრობდით 3 წლის წინ, დღეს ამაზე უკვე სულ მეტი და მეტი ქვეყანა თუ პოლიტიკური ჯგუფი საუბრობს და უპირველეს ყოვლისა საუბრობს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ საუბრობდით ჩვენ 600-მდე სხვადასხვა რეზოლუციას და განცხადებას ვართ მიერთებული, სადაც ზუსტად ამაზე არის საუბარი, თუმცა ახლა ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, არის ამერიკის შეერთებული შტატები. ყველა აკვირდებით, ხომ? ბევრი ვნახეთ ჩვენ ევროპელი ხელისუფალი, რომელიც გულზე მჯიხს იცემდა, უკრაინას აკეზებდა, უკრაინას პირდებოდა, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ ამ ომში. სად არიან ახლა ესე?
სად არიან ეს ევროპელი ლიდერები, რომლებიც უკრაინას პირდებოდნენ, რომ ის ამ ომში გაიმარჯვება? სად არიან? ადგილს ითხოვენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ესეც სახვეწარი გაუჩნდათ. ამიტომ ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს ისე, რომ უკრაინას კონდეს მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, არის ამერიკის შეერთებული შტატები. არც ერთი სხვა. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატების პოზიცია დღეს ემთხვევა იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 3 წლის წინ გქონდა, როდესაც ფაქტობრივად ეს რეზოლუცია, რომელიც დააინიცირა ამერიკის შეერთებულ შტატებმა და გარკვეულწილად ანარეკლი არის იმ რეზოლუციისა, რომელიც 2022 წლის 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო. ზუსტად ამაზე ქონდა ჩვენ მაშინაც საუბარი, მოუწოდებთ ყველას, რომ თავიდან აეცილებინათ ომი და სამწუხაროდ მაშინ ვერ შეძლო სამყარომ, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინათ, თუმცა დღეს უკვე ცხადი არის და ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლება. სამწუხაროა, რომ გავიდა 3 წელი, ასობით 1000 ადამიანი შეეწირა ამ ომს და ახლა ირკვევა, რომ თურმე ამ ომის კიდევ ერთხელ ადასტურებენ და თავად უპრესხოლის ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს ამას, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლება. არჩევნების გაყალბება, ბატონიშალვა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მინდა კითხვა. როგორ შეიძლება, როგორც ჩვენ 3 წლის წინ მიგვაქანებდნენ ამ ომში და წეგან ეს თქვი 21 საუკუნის ორჯონიკიძეები ესკალაციისკენ რომ მიგვაქანებდნენ და აი იმის ბოლოს რომ ნამდვილად იქნებოდა ომი, ამას არ შევყევით მათ შორის აი იგივე ევროპელებისგან დღეს რომ ახლა სხვადასხვა საკითხებზე პრეტენზიებს გვიყენებენ, მაშინ ამაზე ქონდათ ხო პრეტენზია. ამაზე ქონდათ პრეტენზია და ხო აღმოჩნდა რომ ჩვენ ვიყავით მართალი, ისინი იყვნენ მტყუანი. კითხეთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ისინი საუბრობენ. რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე არათუ ამბობთ ეს ჩვენ რეზოლუციაში ჩავწერეთ 2022 წლის 1 თებერვალს. რომ მოუწოდებთ ყველას, რომ არ მოხდარიყო ესკალაცია იმ ვითარების, რომელიც ხდებოდა და აღმოჩნდა შემდეგ გაირკვა, რომ იქ მიდიოდა მიმოწერები დიდ სახელმწიფოებს შორის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ამაზე ქონდა ზუსტად მაშინაც საუბარი, რომ არ მოხდარიყო ესკალაცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც აკლემები ჩხუბობენ კოზაკი, როდესაც აკლემები ჩხუბობენ კოზაკი იჭყლიტება, საქართველოს არაერთხელ ყოფილა ასეთ როლში, მათ შორის 1921 წელს ზუსტად ასეთი გეოპოლიტიკური ძვრების მსხვერპლი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ, მათ შორის მივიღეთ 2008 წელს. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ იწყება ასეთი ომები, ვნახეთ რა შინაარსი აქვს, როგორ გრძელდება ეს ომები და ისიც ვნახეთ, როგორ სრულდება ის ომები. 2008 წლის ომიდან 8 თვე იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გადატვირთვის წითელი ღილაკი გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. წელიწად ნახევარი იყო გასული ჩვენი ომიდან, როდესაც 9 მაისს 2010 წლის წითელ მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოედგინეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები 2010 წლის 9 მაისს აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და ისიც ვიცით, რითი სრულდება სამწუხაროდ ასეთი ომები და ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ 2008 წელს და ამიტომაც არის, რომ ამ გაკვეთილით დაბრძენებულმა ქართულმა ხალხმა 2022 წელს არ დაუშვა, რომ იგივე განმეორებულიყო საქართველოში და ახალი ომი ვქონოდა საქართველოში. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, როგორც ვიცით, გამოკითხვები გაგრძელდება დღეს იკითხება ნონა ქურდოვანიძე და ლევან ნატროშვილი. რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს თვით? და რა მტკიცებულებები შეიძლება გქონდეთ შესაძლოა ყოლობის? მე მგონი ამ ხრივ უკვე ხედავთ, რომ ყველაფერი ცხადია. ყველა ყალბი ბრალდება, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იკადრა, შემოიარა მთელი მსოფლიოს ტელევიზიები, ქართულ ხალხს აბრალებდა, რომ აქ თავის ხმას ყიდიდა ვიღაცა ასე ვთქვათ სხვა ქვეყნის გავლენებით მოქმედებდა ასე შემდეგ. ეუთო ოდირის დასკვნამ წერტილი დაუსვა ყველა ამ ყალბ ბრალდებებს 300,000 არცაიდან გაჩენილი ხმასთან დაკავშირებით, რაღაც გაჟონვასთან დაკავშირებით, თითქოს პირადობის მოწყობით ამდენჯერ ყველაფერი იყო ტყუილი. აი ამ ტყუილზე ააწყეს მთელი თავისი ნარატივი
და ანგერ არის პროკურატურა და მივიდნენ თუ რამის თქმა უნდა ქალბატონი სალომე რომ აი აქ ცრუპენტელობდა და საქართველოს აბრალებდა მაშინ ასე თქვა სიყალბეს და ასე შემდეგ არც კი მივიდა პროკურატურაში რომ ჩვენება მიეცა რატო იმიტომ არაფერი არ აქვს ამასთან დაკავშირებით მას პირდაპირ კითხეს მათ შორის თუ არ ვცდები CNN-ზე აძლევდა ინტერვიუს კითხეს კიდევაც რომ ამბობთ რომ რუსეთი ჩაერია მარჩენებში რა მითქიცებულებები გააქვთო არაფერი არ მაქვს აი ესე უბრალოდ ხელაღებით შეუულიათ საკუთარ ქვეყანას გადაუარონ 21 საუკუნის ორჯონიკიძეებმა ბაჩიაშვილთან დაკავშირებითაც მინდა გითხოთ მტკვარი ჰესის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარედგინა ის ამბობს რომ პოლიტიკურად მოტივირებულია თავს რაც შეეხება სტიქიას ხედავთ რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის ხრი მათ შორის პროგნოზიც არის რომ 2 დღე თუ არ ვცდები ჯერ იქნება კვლავ თოვა სახელმწიფო სულად მობილიზებულია იმისთვის უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან გზები მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი რომ კომუნიკაცია შედგეს და ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველი საჭიროების თები და ასე შემდეგ ზუსტად ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები რომ აი ამ უამიდობის პირობებში რომელიც გრძელდება ჯერ კიდევ არ არის ისე ჩვენ დღეს ვიმყოფებით თბილისში და აქ ამინდი მართალია მოწმენდილია მაგრამ იქ კვლავ არის როგორც იცით სტიქია გრძელდება სტიქია რა თოვლი არის რომელიც კვლავ გრძელდება და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს იმისთვის რომ კომუნიკაციები იყოს მძიმე კვარი ჰესის საქმესთან დაკავშირებით და აქვს ამის რა რეაგირება იყო ასეთი ნალექი რატომ არ მოხდა წინასწარ მომზადება მოქალაქეების გაფრთხილება თუ საჭირო იყო ევაკუაცია მოგლეთ სახელმწიფო ყველა ზომას იგებს რაც საჭირო არის როგორც პრევენციის ისე შემდეგ იმ ზიანის აღმოსაფრთხებლად რომელიც ასე დროს გვაქვს მომეს სახეს კვარი ჰესის საქმეზე ბატონო შალვა გიორგი ბაჩიაშვილს წარედგინა ბრალი ის ამბობს რომ პოლიტიკურად მოტივირებული არის ეს საქმე რამდენად შეიძლება ქონდეს პოლიტიკური მდგენელი ამ საქმეს კიდევ ერთხელ ჩვენ ეს გახლავთ საქმე როგორც ახლა მე ეს ქვესავით მედიიდან შევიტყეს ყველაფერი და ყოველ შემთხვევაში ყველაფერს უნდა დაველოდოთ რომ რას დაადგენს პროკურატურა და სასამართლო ხედავთ რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე რამის პირდაპირ ეთერში გადაიცემა სხვადასხვა სასამართლო პროცესები ამას საზოგადოება ხედავს ისმენს ყველა მხარის პოზიციებს და სასამართლოსთან ერთად თავისი დასკვნები გამოაქვს საზოგადოებასაც ასე რომ აქ არაფერი დაფარული დამალული არ არის ყველა თავის თვალით ხედავს რა შეიძლება იყოს ბრალდება რა შეიძლება იყოს პასუხი ბრალდებულის და რა არის სამართლიანი განაჩენი ხალატის მოძრაობა რატომ უნდა დააბრუნოთ ეს რაც შეეხება ხალატის მუხტს რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ თავის დროს გააუქმა და დღეს ისე წარმოაჩინა თითქოს ეს დანაშაულები ისედაც ისჯება ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი რასაც ისინი ცდილობენ და სინამდვილეში რატომაც გააუქმეს ეს მუხლი ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს დანაშაულის შემადგენლობები როგორც არის მაგალითად ჯაშუშობა საბოტაჟი სხვა დანაშაულების სახელმწიფოს წინააღმდეგ რომელიც შეიძლება ჩაიდინოს როგორც უცხოელმა ისე საქართველოს მოქალაქე იმით რომ ღალატის მუხლი გაუქმდა უცხოელის და საქართველოს მოქალაქის მიმართაც ეს დანაშაული ფასდება თანაბრად და არის თანაბარი ხასიათის დანაშაული იქნება ეს ფრანგი მოაწყობს საბოტაჟს თუ საქართველოს მოქალაქე მოაწყობს საბოტაჟს რაც შეეხება ღალატის მუხლს მისი დანიშნულება ზუსტად ეს არის რომ გამიჯნოს ერთმანეთისგან მოქალაქე და არა მოქალაქის მხრიდან ჩადენილი დანაშაული და როდესაც ეს დანაშაული ჩადენილია მოქალაქის მხრიდან მას ეძლევა სამშობლოს ღალატის კვალიფიკაცია რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სისხლის სამართალში რომ დანაშაულს ჰქონდეს სწორი დასახელება ვინაიდან ეს გარდა იმისა რომ დანაშაულის დროს არის კონკრეტული სანქცია სასჯელის სახით თქვა პატიმრობის სახით ან ასე არის სანქცია ამას გარდა სისხლის სამართლის პრინციპი ასევე საზოგადოებრივი გაკიცხვა რომელიც მოსდევს დანაშაულს ამიტომ დანაშაულის სახელწოდებაც არის ნაწილი იმ ასე თქვა შეფასებისა გაკიცხვისა და სანქციისა რომელიც ადამიანის ამ დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ გამოდის შესაბამისად ის ვინც ჩაიდენს სამშობლოს ღალატს მას უნდა ერქვას
სამშობლოს ღალატი და არა რაღაც სხვა ასე თქვა რიგითი დანაშაულის სახით. როცა თქვენ ყველა ოპონენტს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებთ ასე საუბრის დროს, როგორც მოღალატეს, რა გარანტია არსებობს, რომ ამ მუხლის ჩაწერის შემთხვევაში თქვენ ამას არ გამოიყენებთ პოლიტიკური ნიშნით მათ წინააღმდეგ? გარანტია არის კანონის უზენაესობა, რომელიც რა თქმა უნდა, რომელიც გულისხმობს, რომ როდესაც არის კონკრეტული დანაშაული ჩადენილი, მაშინ ხდება მხოლოდ ბრალის წაყენება, ასე რომ არავის ასე თქვათ კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არც ერთ დანაშაულზე ბრალს არ წაუყენებს. კანონის უზენაესობა როგორ არის დაცული, როცა აი მარტივად არცერთი მოძალადე, რომელთა კადრებიც არსებობს, დასჯილი არ არის და ვის შეიძლება სასამართლოს მიმართ მარტივად არის დაცული. აი თქვენი ტელეკომპანიის მფლობელი და სარედაქციო პოლიტიკის გამსაზღვრელი მამუკა ხაზარაძე წლები ამტკიცებდა, რომ ის იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი. და შემდეგ გავარკვიეთ ჩვენ გაიარა ყველა ინსტანცია საქართველოში, იდავა, იჭხუბა და სულ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა ყველა მოსამართლე და შემდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში, რომელსაც თავად მიმართა და თავისი მოსამართლეები წავდა იქ, წააგო ეს ყველაფერი და დღემდე არ ვიცი თქვენ ხელფასს გიხდით თუ არა, მაგრამ 600,000 დღემდე აი თქვენზეც გადმოვალთ, თქვენზეც გადმოვალთ. 600,000 დოლარი დღემდე დასაბრუნებელი აქვს ბიუჯეტში. თქვენ 600,000 დოლარი აქვს გადმოსარიცხი ბიუჯეტში. რა შეეხება ბატონ კეზერაშვილს, აქაც გეტყვით თუ შეიძლება. გურამ როგავაზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი არ არის დასჯილი და ბევრი კადრია, სადაც სპეცრაზმელები თავში ურტყამენ ხელებს და ფეხებს. არ არიან არავინ დასჯილი. ამიტომ ყველა საკითხზე მიდის გამოძიება. ყველა საკითხზე მიდის გამოძიება, სადაც დგინდება კონკრეტული დამნაშავე, იქ ხდება კიდევაც რეაგირება. მასე პარლამენტში რამდენიმე ოთახი გადაწვეს და დღემდე არ ვიცით ვინ გადაწვა ეს ოთახი. და კინაღამ თლიანი პარლამენტი გადაიწვა ამის გამო. მაგრამ არ ვიცით კონკრეტული დამნაშავე ვინ არის. ამიტომ სადაც დამნაშავის გამოვლენა არის შესაძლებელი, გამოვლენილი არის, სადაც არ არის, იქ მიდის კვლავ გამოძიება და იმედია რომ ბოლომდე მივა და გამოძიება. თulit ხომ არ არის, არა, ეს არის გამოძიების საკითხი არის. გამოძიების საკითხი არის. ბოლო საკითხი. თქვენ ბევრი საუბრობთ საერთაშორისო ასპარეზზე, რამაზე პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას შემუშავებული გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. ოპოზიციაზე არ მიიჩნევს თქვენ სალომე ზურაბიშვილი სხვა პარტიებთან ერთად გეგმავს მსვლელობას და აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს. მართალია ბევრი საუბრობთ თქვენ ოპოზიციის ნაწილშიც, მაგრამ რადგან ადიცი არის, ამ შეკითხვას ცალკე ვსვამ. მე ერთი რჩევა მექნებოდა მედიის მიმართ მექნებოდა ერთი რჩევა. აი დღეს ხომ ნახავთ აქციის მონაწილეს, მიდით და კითხეთ. 2022 წლის თებერვლის აი ამ დღეებში 3 წლის წინ იდგნენ თუ არა ისინი პარლამენტთან, ითხოვდნენ თუ არა სანქციების დაწესებას, მოხალისეების გაგზავნას, ანუ საქართველოს ომში ჩართვას. აი დაუსვით ეს კითხვა, სად იყვნენ 3 წლის წინ და ითხოვდნენ თუ არა სანქციების დაწესებას და საქართველოს შესაბამისად საქართველოს ომში ჩართვას. აი პასუხს რომ მიიღებთ, აი ეს იქნება უკვე განაჩენი მათთვის.